სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ის რომ ადამიანი რელიგიური არსება, იმიტომ რომ ღმერთის ქმნილება და ღვთის ხატება და მსგავსება ეს განაპირობებს იმას რომ მთელი ხალხები, ერები, ზოგადად კაცობრიობა მთლიანად რელიგიურობის გარეშე არ არის თვით ათეისტურ, სრულ ათეისტურ სახელმწიფოებშიც კი რომლის გამოცდილება ჩვენ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანებს გვაქვს, ვიცით რომ მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური იდეოლოგია იყო და ღმერთის არსებობას არ იჯერებდნენ და დასცინოდნენ კიდევაც იმათ, ვისაც წამდა, მიუხედავად ამისა, ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი გარკვეული ცრურწმენებით იყო შეპყრობილი. ეს მდგომარეობა ალბათ მეტნაკლებად ყველას გვახსოვს. დღესაც თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს რელიგიურობა არსებობს, მაგრამ ეს რელიგიურობა სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს სწორი წარმოდგენა აქვს, სწორი ხედვები აქვს, მით უმეტეს ქრისტიანია, ამას საერთოდ არ ნიშნავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვახსოვდეს, იმიტომ რომ ჩვენ სამკაცობრიობის ნაწილი ვართ და ჩვენში ეს რელიგიური მოძრაობები თუ არსებობს, არ ნიშნავს, რომ ვართ ქრისტიანები, ავტომატურად ამას. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ადამიანის მემკვიდრენი ვართ და ვიმართებით იმ თვისებებით და იმ უნარებით, რომელიც ადამიანისაგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ვიმართებით ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, ანუ ხედავთ რა სიტყვა, ვიმართებით, ანუ ჩვენ თავისუფლება დაკარგული გვაქვს. რა თვისებებია ეს ძირითადი? ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია თქვენ ეს იცით. ეს არის დაუოკებელი ჟინი იმისა, რომ ჩემი პატივი დაკმაყოფილდეს და ვისწრაფო რაღაცისკენ, სხვადასხვა რამე შეგვიძლია დავარქვა ამას. და ამ სწრაფვაში ვიყენებდე ისევ ამ სამყაროს და ამ სამყაროში ხედავდე ჩემი თავის რეალიზებას. და ამავე დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ მე მაქვს ილუზია, რომ შემიძლია გავარჩიო კეთილი ბოროტისგან, მართალი ცრუისგან, სიცრუისგან. აი ეს რაც მემკვიდრეობით მოგვეცა ჩვენ ადამიანისგან. და ჩვენ ამის საპირწონეც ყოველთვის ვამბობთ, რომ ქრისტიანობა მაშინ იწყება ადამიანში, როცა ადამიანი მიხვდება, რომ უნდა გაიგოს რა არის ნება ღვთისა, მუდამ გამოეძიებდეს მას. მე მინდა გითხრათ, რომ ერთი სიცოცხლე ადამიანის არ ყოფნის, აი ადამიანმა 100 წელი რო იცხოვროს, არ ყოფნის, რომ ღვთისნებას ჩაწვდეს და გამოეძიოს. მას საფეხურებრივად ხვდება ნელ-ნელა და ამ საფეხურებზე ჩვენ უნდა ვიდოდეთ. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ღვთისადმი შვილობის რეალიზება და აი ეს თავარი, რასაც ვამბობთ, რომ ღვთის ნების გაგება არის უმთავრესი ქრისტიანობაში. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ სწორედ ამაშია პრობლემა ყველა ქრისტიანის. რომ ჩვენ გვგონია, რომ ვიცით ღვთისნება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი სიმართლე არის ნება ღვთისა. ამით ცხოვრობთ და ამით ვარსებობთ და შემდეგ ამით გარდავიცვლებით და აღმოვაჩენთ მერე, რომ ღმერთთან შეხვედრა, რომ ღმერთი, რომელიც არის აბსოლუტური სიკეთე და სიყვარული, აღმოჩნდება და ჩვენი მამა, აღმოჩნდება, რომ ჩვენი მასთან შეხვედრა იქნება საშინელი, ამიტომაც ქვია საშინელი სამჟავრო, იმიტომ რომ თურმე რაც მეგონა ის არ არის, რასაც ვფიქრობდი, სწორი არ იყო. მე რომ სიმართლეს სახელვდებდი, სიცრუე აღმოჩნდა. სიკეთე სხვა ყოფილა, ბოროტება სხვა. ადამიანი, როცა ასე არეული აქვს ადამიანს ყველაფერი და უფრო მეტად ადამიანის მემკვიდრეა, ვიდრე ახალი ადამიანის, ანუ ქრისტესი. და ადამიანის ნება და დემონური ნება ერთმანეთს დაუკავშირდა, იცით თქვენ 60-ში რა მოხდა, ამიტომ ძველი ადამიანის ნება და დემონური ნება თანხვედრაშია. და ახალი ადამიანის ნება, ანუ ქრისტეს ნებას არ გამოვეძიებ. შესაბამისად, რელიგიურ ცხოვრებაშიც, მას შორის ქრისტიანობაშიც ის ტერმინები რა არის, ცნება და ტერმინი. ცნება და ტერმინი ეს არის, რომელიც მე რაღაც ნიშნულებს მიკეთებს. მეუბნება, რომ აი, 3-4, სასუფეველი, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება,
მარადიული სიცოცხლე, ჯოჯოხეთი. აი აქაც კი არეული აქვს ადამიანს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ცნებები კი არსებობს, როგორც ნიშნულები, რომელიც მე მეხმარება, რომ გავიკვლიო გზა სულიერ ცხოვრებაში, სადაც მე თითქმის ბრმა ვარ. ამ ცნებებს მას სხვა მნიშვნელობებით ვტვირთავ და მათი მნიშვნელობას აღარ მესმის. არ ვიცი რა არის სიცოცხლე, არ ვიცი რა არის სიკვდილი, არ ვიცი რა არის სამოთხე, არ ვიცი რა არის ჯოჯოხეთი, არ ვიცი რა არის სიკეთე, არ ვიცი რა არის ბოროტება, არ ვიცი რა არის სწორი, არ ვიცი რა არ არის სწორი. და ადამიანი რა სიტყვაშიც და რა სფეროშიც ცხოვრობს ამ სოფელში, იმ ღირებულებებით ტვირთავს, იმ ღირებულებებით აღავსებს ამ ცნებებს. თუ ადამიანი პოლიტიზირებულია და დღეს საქართველოში ყველა პოლიტიზირებულია თითქმის, სიკეთესა და ბოროტებას პოლიტიკური ნიშანთვისებით ტვირთავს. დღეს მაგალითად სახარებისეული სიუჟეტი გახსოვთ, ხო? ვის ეხმარება ქრისტე და ვიზი ამბობს, რომ მისნაირი მორწმუნე ისრაელში არ უნახავს. ვინ არის ეს ადამიანი? ეს ადამიანი არის ოკუპანტი ჯარისკაცი. თან უბრალო კი არა, ასისტავი. გეკრება ბოროტება სხვა რამეშია და სიკეთეც სხვა რამეშია. რატო იყო დავით აღმაშენებელი დიდგორის ომის წინ არც საქართველოს ახსენებს და არც მომხდურ მტერს? არამედ ახსენებს ქრისტეს და ეშმაკს. და რატო აკეთებს ამას? როგორ განმარტავს იგი იმ ბრძოლას, რომელიც ან დაასრულებდა საქართველოს, ან გადაარჩენდა? ეს ხო დავითისეული ხედვაა და ჩვენ ხომ მას ვენდობით, როგორც ყველაზე დიდ ქართველს საქართველოში. ამიტომ ჩვენ უნდა გავერკვეთ კარგად რა არის საერთოდ მარადიული სიცოცხლე, როგორც უმთავრესი ღირებულება. ეხლა ამაზე ხო ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ, რომ მარადიული სიცოცხლე, ანუ დაუსრულებელი სიცოცხლე არა. მარადიული სიცოცხლე სხვა რამეა და დაუსრულებელი სიცოცხლე. დაუსრულებელი სიცოცხლე შეიძლება მოგბეზდეს. მარადიული, ანუ საუკუნო, ანუ გაწერილი დრო კი არა, რაღაც ხვანაერი სიცოცხლე. ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს არის მთავარი ღირებულება, რომ ადამიანი თუ არის ღირებულება თავისი უამრავი სიკეთით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მარადიულად იცოცხლებს, თორე თუ ის ტრად და ნასრად იქცევა, ადამიანისგან არაფერი არ არჩება. თუ ჩვენ ათეისტები ვართ, ხო? და თუ ღმერთს გამოვრიცხავ და უკვდავ სულს, ადამიანისგან არაფერი რჩება, არაფერი. ტვერი და ის ტვერის აღარ იარსებებს, როცა მზე ჩაქრება და დედამიწაც გაქრება. არაფერი არ არის. როგორ შეიძლება არაფერი იყოს ღირებულება? ეს სიზმარი შეიძლება იყოს ღირებულება? სიზმარში შენ შეიძლება ნახო და აუ მაგარი ცხოვრება გაიარო რამდენიმე წუთში. და ღირებულებაა ესა? ეს ხო არ არის ღირებულება. ოცნება ღირებულებაა? ოცნება ხო არ არის ღირებულება. რატომ? იმიტომ რომ ის არ არსებობს. არ არსებობს ადამიანი რეალურად, თუ ის მხოლოდ და მხოლოდ მატერიაა, ის გაქრება. ამიტომ მარადიული სიცოცხლის გარეშე არაფერი ღირებულება აღარ არსებობს. და რა არის მარადიული სიცოცხლე? რა არის ცოდვა? რა არის ცოდვა? ჩვენ აი დღეს ადრე რაღაცნაირად ეკლესია მან ჩაკეტილი იყო და საბჭოთა კავშირს არ გულისხმობ. იქითაც ეკლესია საუბრობდა თავისი მრევლისთვის. ეხლა მე რო ვთქვა საუბრობ აქ და გესმით თქვენ. ეს ხმა თანამედროვე საშუალებებით გადის. ჩვენ ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ ეკლესიის ხმა გავიდეს და ყველაფერს მიწვდეს. მათ შორის იმ ქართველებსაც, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ. და სწორია, ეს სწორია, რა თქმა უნდა. და ასე იქცევდნენ მოციქულებიც, გაქონდათ ღვთის სიტყვა რომის იმპერიაში. მაშინდელი ინტერნეტს იყენებდნენ, მაშინდელი ინტერნეტი რომის გზები იყო, რომლის საშუალებითაც სწრაფად უკავშირდებოდნენ მთელ სამყაროს. მაგრამ მაშინაც კი ვერ ხდებოდა ისე, რომ მარტო მრევლისთვის ესაუბრათ. აი პავლე მოციქული, ესე იგი ბერძნების წინაშე, ათენელების წინაშე საუბრობს და დასცინიან პავლე მოციქულს. ვერ იგებენ, რაზე ლაპარაკობ. როცა ნახეთ, ყველაზე მთავარს რომ მიადგა მარადიულ სიცოცხლეს, ადამიანის მარადიულ სიცოცხლეს დაცინვა დაუწყეს. ყველაზე მთავარს რომ მიადგა. რა უცნაურია ეს? პირიქით უნდა ყურები ეცქვიტათ, შეიძლება ასე ითქვას, რომ ვაი, რაზე ლაპარაკობს ეს კაცი? რა საინტერესოა?
მithumetes განათლებულია, ჩვენი პოეზია, ჩვენი ფილოსოფიაც კი იცის ამ იუდეველმა და უცებ მარადულ სიცოცხლეზე საუბრობს, მკვდართა აღდგომაზე საუბრობს. რა ხდება? არა, დასცინეს. დღესაც ასე ხდება. ჩვენ საუბრობთ თქვენთვის, ანუ მრევლის ზოგადად მარტო ამ სამრევლოზე არ საუბრობთ, თქვა, ეკლესია საუბრობს მრევლისთვის, მაგრამ ეს სიტყვები მრავლს ესმის. და ხდება საოცარი ილუსტრაცია. ვიღაცა იგებს ისე რომ ვარა მაგარი რამე გავიგე და მოდის ეკლესიაში და ზოგ შემთხვევაში ზოგიერთ ადამიანში ღვთის სიტყვა სიძულვილს ბადებს. სიძულვილს ბადებს. აი როგორ თქვა, როგორ გამოვხატო, ისიც არ ვიცი, რა საშინელ მდგომარეობაში ვარდებიან ადამიანები ღვთის სიტყვა, როცა ესმის მარადიული სიცოცხლის შესახებ, როცა ესმის ცოდვის შესახებ და ასე შემდეგ, ქრისტეს შესახებ, რა დღეში ვარდებიან ადამიანები. მაგრამ აი ჩვენ რამდენად სწორად გვესმის ეს ყოველივე და ეს ყველაფერი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა გვესმის, აი პავლე მოციქულის გავსად ვიტყვით, რაღაცას ვხედავთ, რაღაცას ვერ ვხედავთ, ზუსტ ციტირებას არ ვახდენთ. და მე პავლე მოციქული ამბობს, ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ არ ვიცით, ამას დიდი პავლე ამბობს, რომელსაც ღმერთმა, რა ვიცი, ალბათ ადამიანთა შორის ყველაზე მეტი ცოცხ ხორჩი მყოფ ადამიანთა შორის ყველაზე მეტი პავლეს აჩვენა. და მაინც პავლე ამბობს, ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ არ ვიცით, როგორც დაბინდულ მინაში ან მრუდეს არკეში, ისე ვხედავთ, ანუ ზუსტი ცოდნა არა გვაქვს, მაგრამ მე რო წარვდგებით ღვთის წინაშე, მე სრულად გავიგებთ. ბუნებრივია ჩვენ თავისთავად ხადია თუ პავლეს ეს პავლე მარიცოდა ხორჩი მყოფმა ბოლომდე ჩვენ თავისთავად ხადია რომ იგივე კი არა უარესი გჭირს. ანუ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით გამოცდილება ჩვენი სასაცილოა უბრალოდ. სირცხვილია ხომ როცა ჩვენ ლოცვის სიტყვას ვამბობთ და თუ ჩვენ ლოცვის სიტყვას როყიოთ მამაო ჩვენო რომელი ხარ გეგონება სირცხვილია თუ როყიოთ ვამბობთ ლოცვის სიტყვებს. ლოცვის სიტყვები უნდა გვამდაბლებდეს, გვაგზნობინებდეს, რომ ნებისმიერი სიტყვა ლოცვისა, ნებისმიერი მოვედინს უფევა შენი. იმ წამს უნდა დამდაბლდე. იმიტომ რომ მოვედინს უფევა შენი ნიშნავს ღვთის სასუფეველის დამკვიდრებას ჯერ შენ გულში, უფლის დაბრუნებასაც ნიშნავს. ეკლესიის თავგანწირულ ერთგულებასაც ნიშნავს. გარდაცვალების სურვილსაც ნიშნავს და არც ერთი გვაქვს, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე. მაინც მოვედინს უფევა შენი. ამიტომ ლოცვის სიტყვები უნდა გვამდაბლებდეს და ლოცვის სიტყვები უნდა გვიჩვენებდეს, რომ ჩვენი ნება და ღვთის ნება ერთმანეთს აცდენილია. არ ვემორჩილებით ჩვენ ღვთის ნებას. ამიტომაც არის ესეთ ორი ღმერთს ენარება ჩვენთვის განგვაცდეინოს სიდიადე მასთან ყოფობისა, არ ენანება მაგისთვის მოკვდა თვითონ რომ ეს განგაცდევინოს და ჩვენ არ განვიცდით მას მხოლოდ იმიტომ რომ ეს ჩვენი ბრალია. აი დღეს რომელთა მიმართ ეპისტოლეში ესეთი რამე აღმოვიკითხეთ, პავლე მოციქული ამბობს, ნუ თუ არ იცით რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, ანუ როგორც კი ღვთის ნებას გადაუხვევ აუცილებლად, გარანტირებულად 1000%-ით დემონურ ნებასთან თანხვედრაში ხარ. ნებისმიერი მცდელობა ლიბერალურად შეხედო ამ სიტუაციას. ეს ლიბერალიზმი დიდებული სიტყვა თავისთავად არსობრივად და სალანძღავი გახდა კაცო ამ თანამედროვე ლიბერალების ხელში. ლიბერალიზმი თავისთავად, აი როგორც ათეიზმი, ბოლშევიზმი იყოს პრობლემა კი არ არის. როცა ის ხდება იდეოლოგია მთავარი და როცა მას სურს დომინანტი გახდეს ქვეყნის მართლობაში, ნებისმიერი ქვეყნის, აი მაშინ ხდება ის საშიში. როგორც ათეიზმი გახდა საშიში, როცა ის მოვიდა ხელისუფლებაში საბჭოთა კავშირში. როცა ის მოვიდა ხელისუფლებაში, თქვათ, საფრანგეთის რევოლუციის დროს და ასე შემდეგ. ის სისხლის ტბებს აყენებს. აი ასეთია ლიბერალიზმი, ის საშიში ხდება, როცა მას სურს დომინირებული გახდეს. და აი ეს ლიბერალური მიდგომა ამასთან ზუსტად რომ იცი რა შეიძლება ღვთის ნება ბოლომდე გამოძიებული არ მაქვს, მაგრამ მაინდა-მაინც ჩემენება დემონური ნება რატო არის? არ მინდა ეშმაკი ვიყო.
აქ მინდა არ მინდაზე არ არის საქმე, აქ არის ობიექტური რეალობა. მე არ მინდა რომ თქვა დავბერდე სიტყვაზე, მე პრინციპში ამაში პრობლემას ვერ ხედავ. ზოგადად ვამბობ, ადამიანი იტყვის, მე არ მინდა დავბერდე, მე არ მინდა ავალ გავხდე. თქვა ასე შემდეგ, რას კი არ გინდა. არსებობს ობიექტური მოცემულობა. მინდა არ მინდაზე არ არის ყველაფერი დამყარებული. ისე კიდე კაი, თორე ყველაფერი რომ მინდა არ მინდაზე იყოს 8 მილიარდი მინდა არ მინდა არსებობს სამყაროში. გესმით, დედამიწა გაიხლიჩებოდა უკვე. ხო და აი ადამიანი ცოტა ესე უყურებს, რომ რა დემონური ნება რატო თუ დიახაც დემონური. ვისაც არ ჯერა ამის, რომ თუ ღვთისნებასთან შანხვედრი არ არის, ის თანხვედრაშია დემონურ ნებასთან, ვისაც არ ჯერა, მე ურჩევდი, რომ ცოტა ღრმად გამოეკლია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება და აღმოაჩენს, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, ურჩევდი ასევე, რომ უფრო სიღრმისეულად გამოეკლია საკუთარი თავი, საკუთარი მიდრეკილებები, გესმით? აი ეს შიგნით რა ხდება და აღმოაჩენდა, რომ დიახ ეს ასეა. და აი, ნუ თუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილ, ვისაც, რასაც კი არა, ვისაც მორჩილებისთვის, ანუ ეშმაკს და ცოდვას, მისი მონები ხართ, ვისაც მორჩილებთ, ან ცოდვის მონები, რა არის ცოდვა? ცოდვა არის ღვთის ნებისგან აცდენა, ღვთის ნებისგან გადახვევა. ეს არის ცოდვა, აცდენას ნიშნავს ღვთის ნებისგან და ამბობს, რომ მისი მონები ხართ, ვისაც მორჩილებთ, ან ცოდვის მონები და შედეგი რა არის? ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის. მორჩილების მონები, უცნაური სიტყვათა წყობა, მორჩილების მონები სიმართლისათვის. პირდაპირ გაგებითაც შეიძლება ესე გავიგოთ, რომ მორჩილი არის იესო ქრისტე. დამორჩილდა ვიდრე სიკვდილამდე. ანუ ქრისტეს მონები და სიმართლისათვის და ეს არის სიმართლე. ეს არის სიმართლე. ეს არის ნამდვილი. და აქ ადამიანი თავისუფლდება მონობისგან. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი. აი საინტერესოა, რამდენად მეკუთვნის მე ეს სიტყვა. პავლე მოციქული მადლობას ეუბნება ღმერთს ჩემთვის, რომ მე ოდესღაც ვიყავი ცოდვის მონა, დემონურ ნებასთან იყო თანხვედრაში ჩემი ნება, ხოლო ახლა გულით, ანუ მთელი არსებით, გულწრფელად, დიდი მოშურნეობით დავემორჩილე იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენი თავი. უძღვენი თავი მე თუ არ უძღვენი. დავემორჩილე ამ ქრისტიანულ მოძღვრებას, ანუ ქრისტეს მოძღვრებას თუ არ დავემორჩილე. ეს მთელი გულით გავაკეთე თუ არ გავაკეთე. და თუ ეს ყველაფერი ისეა, როგორც პავლე მოციქული ჩემს გამო ღმერთს მადლობს, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეიძინა სასუფეველმა, მაგრამ ვარ თუ არა მე ასეთი. ხოლო ცოდვისაგან თავდახსნილი სიმართლეს დაემონეთ. და პავლე მოციქული ამას ესაუბრება ქრისტიანებს, რომლებიც წარმართობიდან გახდნენ ქრისტიანები. ანუ ქრისტიანებს ესაუბრება და ქრისტიანებს კვლავ აფხიზლებს აი ამ სიტყვებით. და პავლე მოციქული ეუბნება მადლობას და მე თუ მეკუთვნის ღმერთს მადლობა უთხრა. და მე იმ შემთხვევაში ვიტყვი მადლობას, თუ მე ამას ვაცნობიერებ. სად ვიყავი და ახლა სადა ვარ? როგორ არ მესმოდა და ახლა როგორ ხედავ? როგორი უსინათლო ვიყავი ბრმა და ახლა ვხედავ. მართალია ვერ მივდივარ ისე როგორ საჭიროა, მაგრამ გზა დავინახე, ნათელი დავინახე. გესმით? ჩემ ყოფიერებას, ჩემს არსებობას აზრი მიეცა, ვიძინებ ცხოვრების საზრისით, იმედით, სულ, მუდამ, გახარებული, მადლიერი, ბედნიერი, იმიტომ რომ დავინახე, რომ ქრისტე არის გზა. და ამ გზაზე ვდგავარ, მართალია მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაქვს გადადგმული, მაგრამ ვდგავარ და ვხედავ მიმართულებას. მიმართულების ბოლოში, როგორც გვირაბის ბოლოში ნათელს, გესმით, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ მადლიერები და სიხარულით აღვევსო. ვინაიდან როცა ცოდვის მონები იყავით, უნდა მახსოვდეს. მე ვიყავი ოდესღაც ცოდვის მონა, ანუ ჩემი ნება აცდენილი იყო ღვთის ნებას. თავისუფალნი იყავით სიმართლისგან, ანუ ქრისტესგან თავისუფალი იყავით. ქრისტესგან. კი, მაგრამ რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის რისის ამჟამად გრცხვენია და მრცხვენია ჩემი ძველი ცხოვრების. მაგალითად ადამიანი ადრე
თქვა დროს ატარებდა, კეიფობდა, კაი თამადა იყო თქვა. ბევრს ვავდა. გახდა ქრისტიანი და უარი თქვა ბევრს მასზე და ეხლა რცხვენია მას თუ იხსენებს, მე რო თამადა ვიყავ ძმა. რცხვენია ჩვენ წარსული ცხოვრების? ჩვენი უღმერთობის რცხვენია თუ არა რცხვენია? და პავლე მოციქული თulis რომ ეს თავისთავად ცხადია. ამჟამად რცხვენიათ. და თან იცით რატომაც რცხვენიათ? ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული. და ეს ნიშნავს, რომ მე დღეს გძნობ, რომ სიცოცხლეში ვდგავარ და გძნობ, რომ სიცოცხლეში ვდგავარ. გძნობ სიცოცხლეს ჩემში, მარადიულს, თუ არა გძნობ? ეს კითხვები საკუთარ თავს სულ უნდა დაუსვათ. და თუ ჩემში მარადიულ სიცოცხლეს ვერ გძნობ, ესე იგი ღმერთს ვერ გძნობ. და მაშინ სად არის ჩემი ქრისტიანობა? რა, ფილოსოფოსი ვარ, რომელმაც მოიწონა ქრისტიანული დოქტრინა? ვიღაცას კანტის დოქტრინა მოსწონს, ვიღაცას ჰეგელის, ვიღაცას პლატონის, შენ ქრისტიანობის, წმინდა მამების და განსხვავება რა არის თქვენ შორის? არც არაფერი, იმიტომ რომ ეს პრაქტიკაში თუ არ რეალიზ და არაფერს ნიშნავს. ეგრე ეშმაკი რომ დასვა ნებისმიერ თეოლოგიურ გამოცდაზე, ნებისმიერ გამოცდას უმაღლესად ჩააბარებს, მაღალი შეფასებით ჩააბარებს. ყველაფერი იცის. რადგან ეშმაკი ნებისმიერ ხელოვნური ინტელექტი დასვიდა, ყველა გამოცდას ჩააბარებს თეოლოგიაში. და რას არაფერს არ ნიშნავს ეს, არაფერს, აბსოლუტურად. ხოლო ამჟამად როცა ცოდვისგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმინდეა თქვენი ნაყოფი. სიწმინდე. ცოდვისგან გავთავისუფლდი, ანუ ღვთისნებას ეთანხმება ჩემი ნება უკვე? ამჟამად როცა ცოდვისგან განთავისუფლდი, გამთავისუფლდი, ღვთისნებით ვცხოვრო, ყველაფერში გამოვეძიებ. იცით, ადამიანები როგორ მსჯელობენ ხოლმე ხშირად გარკვეულ საკითხებზე და თქვათ, უამრავ ნებისმიერ თემაზე მსჯელობენ და ხანდახან ეს როგორ იკვეთება, რომ საკმარისია კითხვა დასვას, რომ კი მარა, უფლისნება რა არის? და იმ წამს ყველაფერი ლაგდება, არ უნდა არც ფილოსოფია ბევრი, არც ტვინის ჭყლეტა. როგორც კი უფლისნებას გამოეძიებ და როგორც კი იცი, ნებისმიერ საკითხზე უფლისნება რა არის? გესმით? დამთავრებული არანაირი პრობლემა აღარ არსებობს უკვე იმაში, რომ თქვათ გაიაზრო, რაღაცა მოვლენა, შეაფასო, ნაბიჯი გადადგა, გესმით? იმოქმედო, აღარ არსებობს. იმიტომ რომ ღვთისნებასთან თანხვედრაშია, ერთადერთი სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს. ხოლო ამჟამად როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით, ანუ დემონურ ნებასთან თანხვედრაში აღარ ვართ და ვართ ღვთისნებასთან და თავისუფალი ვართ და ღმერთს დაემონეთ, ღმერთის მონობარი თავისუფლება, იმიტომ რომ ის შენი მამაა. ის არ არის ტირანი, ის არ არის უზურპატორი, ის არ არის დიქტატორი, ის არის შენი მამა. ამიტომ მასთან ყოფობა თავისუფლებას განიჭებს. და გარდა ამისა, ის თავად არის თავისუფლება, მისი სიცოცხლე არის თავისუფლება და თავის სიცოცხლეს რომ გაძლევს, ეს სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე თავად არის თავისუფლება. გესმით რა შეასახება? ამიტომ ჩვენში რო ღმერთია, ჩვენ უკვე თავისუფალნი ვართ. იმიტომ რომ მხოლოდ ღმერთის სიცოცხლეა თავისუფლება. და გათავისუფლდით, ღმერთს დაემონეთ, სიწმინდეა თქვენი ნაყოფი და არის ჩემი ნაყოფი სიწმინდე. და არის სიწმინდეა ჩემი ნაყოფი. ეს ნიშნავს, რომ ნაყოფი, ანუ რაც ჩემი ცხოვრების გარეგანი გამოხატულება, გამოვლინება, რაშიც ვლინდება ჩემი ადამიანობა, ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი სულიერება, ჩემი რელიგიურობა, ჩემი ყოფა, ყველაფერი, ეს არის ნაყოფი, იყო როგორ ვცხოვ, ჩემი ურთიერთობა და სიწმინდეაო და რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი ურთიერთობა, ჩემი შეხედვა, ჩემი ხმის ტონალობა, ჩემი სიარულის მანერა, ჩემი საქმეები ყოველდღიური, ჩემი პატიოსნება ნებისმიერ საქმეში, მათ შორის პროფესიონალებში და ასე შემდეგ, ჩემი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ჩემი ლოცვა და ასე შემდეგ, ყველაფერი აბსოლუტურად ღვთისნებასთან თანხვედრაშია. ამას ნიშნავს სიწმინდე. სიწმინდე სხვა არაფერია თუ არა ღვთისნებასთან თანხვედრა. და მეუნება რომ ესახარო შენ უკვე სიწმინდეაო შენი ნაყოფი და არის კაცო ჩემი ნაყოფი სიწმინდე. და დასასრული ამ ყველაფრისა არის საუკუნო სიცოცხლე, აი მარადიული სიცოცხლე. ანუ ღმერთია ამ ყველაფრის დასასრული, მე ღმერთში და ღმერთი ჩემში. ვინაიდან ცოდვის საზღაური კიდევ ერთხელ მახსენებს არის სიკვდილი. ხოლო ღვთისმადლი
ცოდვის საზღავრი, ანუ ღმერთის ნებასთან, ვინც თანხმედრაში არ არის და ესე ცხოვრობს, მისი საბოლოო ფინალი არის სიკვდილი. არადიულ სიკვდილზეა საუბარი და არა ბიოლოგიურ გარდაცვალებას. ხოლო ღვთისმადლი არის საუკუნო სიცოცხლე, ანუ საუკუნო სიცოცხლე არის ღვთისმადლი, ანუ ღმერთის ენერგია. ღმერთის ენერგია თავად ღმერთია. აქაც კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ არადიული სიცოცხლე არის თავად ღმერთი, რომელიც გვეძლება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ანუ მხოლოდ იმათ ეძლებათ, ვინც ქრისტეში ღმერთი დაინახა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.